TikTok-ი ძალიან საინტერესო პლატფორმა. იქიდან გამომდინარე, რომ ალგორითმი აქვს ძალიან კარგი და მართლა კონტენტის თვალსაზრისით და რაღაცა ფუნქციების თვალსაზრისით ძალიან მაგარი რამეა. ოღონდ მასაც აქვს ის პრობლემა, რომ ანუ ყველაფერს უყურებს და ყველაფერი ინფორმაცია მიაქვს, რასაკეთებ, სად შედიხარ, რა სიმაშვები და TikTok შეიძლება გქონდეს ინფორმაცია თქვენზე იმის და მიუხედავად გაქვთ თუ არა TikTok-ის ანგარიში. ხო, არ გუნა მეკითხა, მე იუზერი არ მაქვს, მაგრამ რაღაც ესე ვსკროლავ და მაინც იგივეა. ხო, მაგ რო არც დასკროლო, მაგის გარეშე 1000-ობით გვერდი არსებობს ინტერნეტში, სადაც შეიძლება მოხვდე და შენ არ იცოდი, ისე იყოს TikTok-ის სკრიპტი გაშვებული ამ გვერდზე და მიიღოს შენზე ინფორმაცია. რა სათვალიერებ, საიდან შემოხვედი, რა ბრაუზერით შემოხვედი, რა გაინტერესებდა, რამდენი ხანი დაყოლდი ამ გვერდზე და ასე შემდეგ. ანუ თანამშრომლობენ სხვადასხვა გვერდებთან, რომლებსაც უხდიან ფულს იმისთვის, რომ ეს სკრიპტები გაუშვან, თავისი, რომ TikTok-მა მიიღოს მე ინფორმაცია და ლეგალურია ეს? გააჩნია ქვეყანას, ხო, გააჩნია ქვეყანას, ანუ ხო მიდი და ჩინეთს მოკითხე. ხო. ჩინეთს ვერაფერს მოკითხე. ხო, ვერაფერს ვერ იცო. რას ეტყვი? უღარ შემოდიხარ, მე ჩემ გვერდზე გეტყვის, მაგრამ იმ რაღაცა გვერდზე შეიძლება ისე მოხდე, რომ აზრზე არ იყო, რამდენად არის აქ, არ იცი შენ TikTok-ის სკრიპტია გაშვებული თუ სხვა რაღაცის.